პარლამენტმა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ქართული კანონი გერმანული კანონის ანალოგი იქნება. მთავარი მიზანი კი ბავშვზე ზრუნვა და არა მათი დასჯა. კანონპროექტზე მსჯელობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტით დაიწყება. მაკუნა აბულაძეა თემით პირდაპირ ეთერში. ერთი მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და მეორე მხრივ იმ მძიმე დანაშაულების პრევენცია, რომლებშიც სამწუხაროდ მოზარდები მიზანმიმართულად არიან ჩართულები. შესაბამისად, როდესაც კანონპროექტის ავტორებმა ამ დოკუმენტზე მუშაობა დაიწყეს, მათთვის მთავარი მოტივი იყო სწორედ ის, რომ სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული მოზარდების ინტერესები. სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იმას, რომ ბავშვი გადამისამართებული იქნას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, თუმცა ეს ფორმატს უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული მას შემდეგ, რაც სხვა პროგრამები ეფექტიანი არ იქნება. მულტიფუნქციური მიდგომა და მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, სწორედ ამას მოიაზრებს, რომ პროცესში ჩართული იქნება, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად ფსიქოლოგები, იურისტები, სოციმუშაკები და ექიმები, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მთავარი მიზანი იყოს დაცული, რაც გულისხმობს კიდევ ერთხელ, რომ მოზარდების ინტერესები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული. დღეს ჩვენმა რესპონდენტებმა არაერთხელ თქვეს, რომ არ უყურებენ ისინი ამ ადამიანებს, როგორც დამნაშავეებს და სახელმწიფოს ვალდებულებაა სწორედ პასუხისმგებლობის აღება ზრუნვის და რეაბილიტაციის მეთოდით. საერთაშორისო პრაქტიკა იქნა გამოყენებული დოკუმენტზე მუშაობისას და სწორედ ამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლოდ ერთადერთი გზა არის სწორედ ამ მოზარდებზე ზრუნვა. არა დასჯის ნაცვლად ზრუნვა, ეს არის მთავარი სულისკვეთება იმ დოკუმენტის, რომელიც მომზადდა და რომელის განხილვასაც ახლა პარლამენტი იწყებს. მიზანი არის ძალიან მარტივი და სამართლიანი, ეს არის, რომ ის მოზარდები, რომლებიც დღეს არიან კონფლიქტში კანონთან, მას შემდეგ, რაც გახდებიან 18 წლისანი, იყვნენ ორიენტირებული განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა კრიმინალურ საქმიანობაზე. ეს არის გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ნამდვილად ჩვენი ქვეყნის წინაშე და შესაბამისად ამ ინიციატივით სახელმწიფო ესეთ მოზარდებს უყურებს როგორც განათლების ბენეფიციარებს და არა როგორც დამნაშავეებს. დაკავება და რეაბილიტაციური ზრუნვა არის ორი სხვადასხვა ცნება და აი ამით манипуლირება არასწორია ის, რაც დღეს სოციალურ ქსელში ხდება. დღეს 10-დან 14 წლამდე არასრულწლოვნები სამწუხაროდ ხდებიან კრიმინალური სამყაროს მსხვერპლი და მათი ხელით ხდება იმ დანაშაულების ჩადენა, რომელზეც დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს პასუხისგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამას მულტიდისციპლინურად მიუდგებიან როგორც ფსიქოლოგები, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ ცენტრში, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, იქნება ხელმისაწვდომობა პირველ რიგში განათლებაზე. ეს ცენტრი არ არის ციხე, ეს არის რეაბილიტაციური დაწესებულება, სადაც ბავშვის ინტერესი იქნება მთლიანად უზრუნველყოფილი. სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად დღეს კიდევ ერთხელ დაზუსტა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ხდება მოზარდებისთვის თავისუფლების აღკვეთა ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, მათზე ხდება მხოლოდ ზრუნვა და რეაბილიტაცია. ეს მაკუნა აბულაძე იყო.